კანონ დარღვევის მომხრე ეგრეთ წოდებული უფლებადამცველი ბაია პატარაია ძალადობრივი მოწოდებით გამოდის. ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში სახელმწიფო შენობების დაკავებაზე წერს და შესაძლებლობებს ითვლის. ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით. მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება. ბაია პატარაიას განცხადება პარლამენტის თავმჯდომარისთვის უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციული მიზნების მკაფიო ილუსტრაციაა. პაპუაშვილის თქმით, NGO-ებისთვის ქვეყანაში ექსტრემიზმი და რადიკალიზმი პრობლემას არ წარმოადგენს. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი დონორებზეც მიუთითებს, რომლებიც ექსტრემიზმს არ ემიჯნებიან, მათი დუმილი კი პაპუაშვილის თქმითვე ძალადობას პირდაპირ ახალისებს. საინტერესოა, რომ როგორც NGO საფარის ხელმძღვანელის ამ აღიარებიდან ჩანს, სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან დაფინანსებული NGO-ები თურმე ასე საზღვათაშორისოდ განიხილავენ სახელმწიფო შენობების ძალადობრივ დაკავებას. როგორც ჩანს, ამ NGO-ებისთვის ქვეყანაში ექსტრემიზმი და რადიკალიზმი პრობლემას არ წარმოადგენს. მათთვის ერთადერთი კითხვა მდგომარეობს ძალების შეფასებაში. შეძლებენ თუ არა მიზნის მიღწევას. ასეთ ადამიანებს ყავთ დონორები. როდესაც მათ მივმართავთ, რომ გაემიჯნონ ასეთ ექსტრემიზმს, ისინი სდუმან. ეს დუმილი კი ყოველ შემდგომ ძალადობას პირდაპირ ახალისებს. ვინ უჭერს მხარს პატარაიას სახელმწიფო შენობების აღების პროცესში? ეს კითხვა დღეს ოპოზიციას დავუსვით, თუმცა პასუხის გაცემა არ ისურვეს. პატარაიას კითხეთ რას გულისხმობთ? იზიარებთ თუ არა? მე კონკრეტული პირების Facebook სტატუსებს და განცხადებებს და კომენტარებს ვერ გავაკეთებ, მასთან დააკონკრეტეთ, რას გულისხმობს და რას აპირებს. NGO-ების რადიკალურ დღის წესრიგზე საუბრობენ მართლ გუნდში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აღარ მალავენ, რომ სწორედ ქვეყანაში დესტრუქციული პროცესებისთვის ფინანსდებიან და ძალადობრივ მოწოდებებს უკვე ღიად აკეთებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში დონორებზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ მათი დუმილი დესტრუქციული პროცესების მხარდაჭერას ნიშნავს. სასოწარკვეთილებაა მათ რიგებში, იმიტომ რომ ფული შემცირდა, არ გათავდა. იმიტომ რომ ევროპულმა რამდენიმე ფონდმა, რომელმაც ჩაანაცვლა გარკვეულწილად USAID-ის და NED-ის დაფინანსებები, თავის თავზე აიღო ეს მისია, თუმცა სამწუხაროდ კვლავ ახერხებენ სხვა ეგიდით, სხვა მიზნობრიობის თანხის მიღებას, მაგრამ ის ძალა, რაც უფრო დიდ ფულს ჰქონდა, აღარ აქვს, ეს ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნისთვის. NGO-ები ეხლა დგანან ძალიან დიდი დილემის გამოწვევის წინაშე. ადამიანებმა იციან, რომ ფულს ღებულობენ იმისათვის, რათა დესტაბილიზაცია მოახდინოს საქართველოში. იციან ამის შესახებ და უკვე დამალვა და რაღაც დემოკრატიის ფარდის უკან ამოფარება აღარაფერს აღარ არგებს. ერეკით უკვე გადავიდნენ ღია განცხადებებზე იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა ძალადობა. როდესაც ბაია პატარაია და მსგავსი რადიკალები ამბობენ, რომ იცი რა, მე ჩვენ სიამოვნებით დავიკავებდით შენობებს და გადავდგავდით ამ რადიკალურ კრიმინალურ ნაბიჯებს, მაგრამ უბრალოდ ძალა არ ყოფნის ამისთვის და ამაზე, ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ ხდება, არანაირი შეფასება არ ხდება, არანაირი ვერდიქტის გამოტანა ჩვენი პარტნიორების მხრიდან არ ხდება, ეს მათი დუმილიც უკვე არის მათი მხარდამჭერის გარკვეული ნიშანი, რაც ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ ლაკმუსის ქაღალდებით საზოგადოებას აჩვენებს აი სასწორზე, სად რა ძალა დგას. ევროპელობითა და ლიბერალიზმით შენიღმული ძალადობრივი მოწოდებები ეგრეთ წოდებული უფლებადამცველის მხრიდან უკვე ტრადიციად იქცა, თუმცა ამ დრომდე პატარაიას არც ერთ განცხადებაზე დონორებს რეაგირება არ ჰქონიათ.